კიევში ეუთოს მინისტერიალი დასრულდა. ფორუმის მონაწილეებს დღეს სიტყვით მაია ფანჯიკიძემ მიმართა. სიტყვით გამოსვლისას მაია ფანჯიკიძემ საქართველოს ევროინტეგრაციაზე, რუსეთთან ურთიერთობასა და ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ისაუბრა. საქართველოს მთავარმა დიპლომატმა ეუთოს წევრ ქვეყნებს მოუწოდა გააძლიეროს ორგანიზაციის როლი მასში შემავალ რეგიონებში არსებული კონფლიქტების მოსაგვარებლად. რჩებით რა ერთგული ევროპული არჩევანის მიმართ საქართველოს მთავრობა 2012 წლის ოქტომბრიდან რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზების რამდენიმე ინიციატივით გამოვიდა. სამწუხაროდ ეკონომიკური და კულტურული ურთიერთობების აღდგენის პარალელურად რუსეთმა გაააქტიურა უკანონო ქმედებები. ახლა, როდესაც მე გესაუბრებით, რუსეთი ავლებს მავთულხლართებს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ. უნდა გავაორმაგოთ მუშაობა და ძალისხმევა ეუთოს სრულფასოვანი და ყოვლის მომცველი წარმომადგენლობის აღსადგენად, რომელსაც ოკუპირებულ ტერიტორიებზე მშვიდობის მყოფელთა და პოლიციის მანდატი ექნება. საგარეო საქმეთა მინისტრის გამოსვლაში ტრადიციულად ის თემები, რაც მნიშვნელოვანია იყო, ესახებოდა როგორც დეოკუპაციის საკითხებს, მავთულხლართებს, ასევე მისიის აღდგენას. ეს არის ძირითადი თემები ამ წუთას სასაუბრო, თუმცა ეს არის განცხადება და თავარია, ვთქვათ, რა შედეგები შეიძლება მოყვეს ასეთ ტიპის განცხადებებს.